ვინდა ვისი დახმარების ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაციას, როგორც ნახეთ უკვე გარკვეულია პაატა ბურჯულაძე, რომელმაც ოპოზიციურ ქაოსში ლიდერის როლი მოირგო, ადასტურებს, რომ დავალებებს ბაჩო ახალაიასგან იღებს. 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის მონაწილეებისთვის სპეციალური ინსტრუქციაც გავრცელდა, რაც დაგეგმილისა და დამგეგმავების შესახებ უკვე ბევრ ამას ამბობს. ნინი გოგიშვილი გიამბობთ. სიტყვა მშვიდობას ამოფარებულების რეალური მიზნის მხილებას მათივე თანამოაზრეები განაგრძობენ. არჩევნების გვერდისავლით ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებისთვის სანუკვარი მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა პროცესების ესკალაციაზე გადის. მეტიც დედაქალაქში სამხედრო სპეცოპერაციების ინსცენირებაზეც კი ფიქრობენ. Ოთხში უნდა შევიკრიბოთ და ისეთი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ, როგორც ჩაუტარეს უკრაინელებმა აბლაბუდის სახით. სატელევიზიო ეთერიდან თუ სოციალურ ქსელებში აქტივისტები ინსტრუქციებს უკვე ღიად გასცემენ. რუსთაველის გამზირს ბრძოლის ველად საკუთარ თავებს კი მებრძოლებად ნათლავენ. რეალურად მათ ყველაზე კარგად მათივე ბრძოლის სტრატეგია აფასებს. არ დაკავდეთ წინა დღეებში სექსით. ენერგია 4 ოქტომბერს დასაგროვებელი და საჭირო. სპორტსმენებს შეჯიბრის წინ აკრძალული აქვთ სექსი. ჩვენ ჯარისკაცებმაც ავიკრძალოთ. გოგოებო, წინა რიგებში არ ვდგავართ ჩვენ. ქართველ მებრძოლ კაცებს ვუთმობთ ასპარეს. ამისთვის ჩამოვიდნენ სხვადასხვა კონტინენტებიდან, ამისთვის ჩამოდიან სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან და ამისთვის გამოდიან თბილისიდანაც მებრძოლი ბიჭები. 4 ოქტომბერი არის ქართული ხალხის გამარჯვების დღე. უნდა ვიყოთ უპროცედურო ბევრი. ამის სურვილი აქვთ, თუმცა როგორც ჩანს ფსონს მასშტაბზე ვერდებენ. ამიტომ ლიდერები რიგითებს ხაბეიშვილის წარუმატებელ ტაქტიკას აგრძელებინებენ. ფულის სანაცვლოდ სამართალდამცველების გადმობირების იდეას კვლავ ართმობენ, თუმცა მოღალატე ვერ იპოვეს. $200,000 მიიღებს ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელი, რომელიც 4 ოქტომბერს დაიცავს ქართული საზოგადოების ინტერესებს. რიგითები ინსტრუქციებს ღიად გასცემენ. ბურჭულაძე ზოდელავას დუეტი კი ინსტრუქციებს პირადად ბაჩო ახალაიასგან იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. კადრები 26 სექტემბრით თარიღდება. ბურჭულაძე ახალაიასთან კავშირს ნათესაური ურთიერთობით ხსნის, თუმცა მისგან დავალებების მიღებას არ უარყოფს. არჩევნების ნაცვლად სთავაზობენ რევოლუციას, იმიტომ რომ უმცირესობაში არიან. ტრადიციების ნაცვლად სთავაზობენ LGBT პროპაგანდას, იმიტომ რომ მათმა უფროსებმა ასე უბრძანეს. მშვიდობის ნაცვლად სთავაზობენ ომს, იმიტომ რომ ასევე უცხოურმა ძალამ მიუთითა, რომ მოგიყვანთ ხელისუფლებაში, თუ კი მეორე ფრონტს გახსნით. ეს არის მათი სლოგანი. ერთია ცრუ აღქმების შექმნის მცდელობა და მეორეა რეალობა. მართლგუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მსურველებს იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუβდებათ. აქციის ორგანიზატორებსა თუ მონაწილეებს ურჩევენ პატივისცენ, ქვეყნის კანონმდებლობას წინააღმდეგ შემთხვევაში ძალოვანი უწყებების რეაგირება შესაბამისი იქნება. სახელმწიფო რესურსები რო ძლიერია, ამის გარდა არსებობს კიდე დიდი ფაქტორი, გასათვალისწინებელი ამონიათო ადამიანების მიერ, რასაც ქვია საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ქართული ოცნების, ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხარდამჭერი არც ერთი ოჯახი არ არსებობს, რომელსაც ის ბედი უნდა საქართველოსთვის, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი და ეს პაატა ბურჭულაძე სთავაზობენ. ძალიან კარგად იციან, რომ არაფერი გამოუვოთ. მაგრამ მაინც თუ ზოგიერთი ვერ ხვდება, რომ სახელმწიფოსთან თამაში შეუძლებელია და კონსტიტუციისა და კანონის დარღვევას გეგმავენ, სახელმწიფო ძალიან მკაცრად უპასუხებს და ეს წინასწარ უნდა იცოდენ. როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ვიზეიმებთ გამარჯვებას, არანაირი რევოლუცია, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუ კი ვინმე გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, ასევე კანონის ფარგლებში. ღირებულებების პოლიტიკური ინტრიგებით ჩანაცვლება ასე აღწერს ქვეყნის პირველი კანონმდებელი ბრიუსელში არსებულ მდგომარეობას. არგუმენტად ევროკომისიის სპიკერისა და მსჯავრდებული სააკაშვილის განცხადებებს იშველიებს. ანიტა ჰიპერის სააკაშვილის პარტიის მიერ დაანონსებულ აქციას სოლიდარობას უცხადებს. ასეთ სავალალო რეალობამდე მიიყვანა ევროკავშირი ბრიუსელის მიერ ღირებულებების პოლიტიკური ინტრიგებით ჩანაცვლება. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიის კანონის უზენაესობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას, როგორც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედს.
პროცესების რადიკალიზაციის მსურველებს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ. არადა წარსული გამოცდილებით ქართულმა ხალხმა მათ რადიკალურ პოლიტიკას უარი არაერთხელ უთხრა.